Alexa იცნობ? Დაწყნარდი. Фу, Alexa, კაი. Sorry, I don't know that one. ეს არის ჩვენი პატარა Alexa-ს დიდი დინამიკა. როგორც მოგეხსენებათ ხახნო, ისევე როგორც Google-ს ყავს თავისი ასისტენტი, ყავს ასევე ასისტენტი Amazon-საც. მისი სახელია Echo, რომელსაც ძალიან ცუდი ხმა აქვს. დღეს მე განახებთ მეორე გენერაციის Amazon Echo-ს, ანუ Amazon-ის ასისტენტს, რომელსაც ძალიან საშინელი ხმა აქვს. პატარა Google Home-ზე გაცილებით უარესი და საზღარი ხმა აქვს, ჭყიპინებს და ასე შემდეგ. იმისათვის რომ თავიდან ნავირინდოთ ეს ჭყიპინა და ცუდი ხმები, ჩვენ გვესაჭიროება აი ეს დიდი დინამიკა. რა გვაქვს ყუთში? პატარა პასპორტი. და რა თქმა უნდა მოყვება აი ეს პატარა შტეკერი. ვისთვის არის აი ეს პატარა გადამყვანი? როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი დინამიკი არის საკმაოდ ისეთი წონა აქვს, ბრენდი ამ დინამიკის. არის Divum. სახელად E-Dot. ეს არის ჩვეულებრივი გადამყვანი, აი ამ Echo-სი. უნდა მოვათავსოთ სწორედ აი ამ დინამიკში. ვისაც გაქვთ მეორე გენერაციის Amazon Echo, ეს დინამიკი აუცილებლად უნდა იყიდოთ, ხალხო, იმიტომ რომ აი ხა მოგიწევით ხარ. ქუჩაში ვიყავი გასული და აი ამ კაპიშონკიანი ჩასაცმელის ჯიბეში მედვა ეგ ისე შიგნით რომ არ ჩანდა უბრალოდ და ჯინგლ ბელი მქონდა ჩართული და ისე მივდიოდი ქუჩაში და ხალხი ძალიან დაძაბული მოძრაობდა იხედებოდნენ აქეთ-იქით საიდან ისმისო მუსიკა. თან ეს მუსიკა მიყვებოდა მათ, ანუ ჩემს წინ ვინც მიდიოდა აი ამ მუსიკით მიყვებოდი და ვერ ხვდებოდნენ JBL-ის ფლიპის სერიებს აშკარად ჯობია და საკმაოდ დიდი უპირატესობით სარგებლობს. როდესაც აი ამ ჩვენ Echo Dots მოათავსებთ აი აქ, შეხედეთ ეს არის ცარიელი და ჩვენი Echo უნდა ჩადოთ აი აქ ჭიქასავით. ჩვეულებრივად აი ასე. და უნდა შეეცადოთ დაამთხვიოთ აი ეს შტეკერები ეგრეთ წოდებული, უნდა დაემთხვეს ზუსტად ჩადებისას და შემდეგ სწორედ აი ამ გადამყვანს, აი ესე შეეცდებით რომ ზუსტად აი ესე ჩაარჭოთ, დაამთხვიოთ აი ამ ხრელებში, შტეკერებში, ჩავარჭოთ და ჩვენი გადამყვანი დინამიკი მზად იქნება მუშაობისთვის. აი ესე. ყველაზე მაგარი რაც მომეწონა ამ დინამიკში ეს არის ის რომ 360 გრადუსიანი ჟღერადობა აქვს. ანუ მოსმენძროს არ განიცდით დისკომფორტს თუ შეატრიელეთ ან აქეთ, ან იქით, არანაირი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ დინამიკები ისეა განლაგებული რომ ყველა მხრიდან ისმის ხმა და განსაკუთრებულად დიდი ბასები მოდის აი აქეთა უკანა მხრიდან. აღწერილობის მიხედვით 20 ვატი აქვს ხმა და 10,000 მილიამპერი აქვს ელემენტი. მოლოდინის რეჟიმში 16 საათი მუშაობს, ხოლო რაც შეეხება მუდმივად აი ესე დატვირთულ რეჟიმში ხმით, აუდიოთი, თავის ასისტენტებით და მუსიკების გაშვებით 10 საათი გვპირდება Divum-ი აი ამ დინამიკის მუშაობას. რაც შეეხება ახლა ამ 10 საათს ტესტირების შემდეგ როგორც აღმოჩნდა, რეალურად 10 საათის ნაცვლად 7 საათი ნამუსიანად გაჭიმულად ბოლომდე აწეულ ხმაზე უპრობლემოდ მუშაობს. ბოლომდე თუ არ აუწიე, შეიძლება 10 საათზე მეტიც გაკაჩოს, იმიტომ რომ 10,000 მილიამპერი მაინც თავისას ამბობს ხალხო. ნამდვილად არ მოველოდი აი ამ დინამიკისგან, საერთოდ ისე ფირმა მაინც და მაინც Divum არ იყო ისეთი გასაგიჟებელი და ცნობილი, მაგრამ სხვათა შორის ბრენდია ესეც და Amazon-ზეც შეგიძლიათ ნახოთ. დატენვით ჩვეულებრივად
2-3 საათის განმავლობაში იტენება დაახლოებით, ნუ პლუს მინუს, როგორი დამჯდარია, ან როგორ არის ბატარეიკის მდგომარეობა იმ მომენტისთვის. მიკრო USB აქვს ჩვეულებრივად, აქ არის ჩართვის ღილაკი, აი ესე, ჩავრთავთ, ჩაირთო. აქ არის ინდიკატორი, ერთხელ დაჭერისას განახებს ინდიკატორს, რა მდგომარეობაშია ელემენტი. აი ხა ჩვეულებრივად ირთობა ჩვენი Amazon Echo და რამოდენიმე წამში ის უკვე დაუკავშირდება ჩემს Wi-Fi-ს, როგორც იცით, ასისტენტებს Wi-Fi ყოველთვის ესაჭიროებათ, ამაზე ეს ცალკე თემაა საერთოდ. ხო, კიდევ ერთი ამ ვიდეოზე თუ დავაგროვებთ 1000 ლაიქს, გადავიგებ ვიდეოს Amazon Echo-სა და Google Assistant-ს შორის ეგრეთ წოდებულ დაპირისპირებას. ძალიან მაინტერესებს, ვინ მოიგებს Amazon Echo, ანუ Alexa vs Google Now. Opa, Alexa დაწყნარდი. Фу, Alexa, фу. Maybe the skill, Sweet Dreams, Sounds and Meditations for Sleep, can help. Do you want to try it? Yes. Welcome to Sweet Dreams by Stop, Breathe, and Think. For an ambient sound, say sound. For meditation, say meditation. You can also say the name of the specific sound or meditation that you want. Would you like to listen to a sound or a meditation? Meditation. Playing Falling Asleep, which is 5 minutes long. Falling asleep. Before falling asleep, take a few long, deep breaths, giving yourself time to fully breathe in and out. Let your breath continue on its own. Natural and relaxed. Alexa, cancel გეყოფათ რომ დამეძინა reviews ვეღარ დავამთავრებ. Фу. მე დავდებ ახლა ჩვეულებრივ Amazon Echo-ს და შემდეგ მოგასმენინებთ აი ამ დინამიკის მეშვეობით გაშვებულ მუსიკებს. ანუ Amazon Echo vs აი ამ დინამიკით გაშვებული მუსიკები. შეგიძლიათ თქვენ თვითონ შეადაროთ როგორი ხმა აქვს, რამხელა ხმა აქვს. შეუდარებელია ამ დინამიკის წაღება პიკნიკზე, ამოიგებთ ჩანთიდან და ჩვეულებრივი boombox დისკოტეკ, ფიმ-ფამფუ და მსგავსი დროის გატარება გარანტირებული გაქვთ ხალხო. ძალიან კარგ ხმას გამოსცემს, ძალიან კარგი პასები აქვს. და ეხლა გადავიდეთ მინუსებზე. მინუსი, არ ვიცი, შეიძლება ჩაითვალოს მინუსად ის, რომ წყალს ვერ უძლებს, როგორც JBL-ის დინამიკები. კიდევ ერთი მინუსი დიდი, რომელიც არ მომეწონა ამ დინამიკის, ეს არის ის, რომ Echo-ს გარეშე ვერ ამუშავებთ აი ამ დინამიკს, როგორც აღვნიშნე, ანუ ჩვეულებრივად Bluetooth-ი მას არ გააჩნია საერთოდ, მუშაობს მხოლოდ Echo-ზე. და ეს არის ყველაზე დიდი მინუსი, რაც კი შემიძლია მოგახსენოთ აი ამ device-ის ირგვლივ. მისი ფასი Amazon-ზე $70. ჩინურ საიტებზე 50-დან $60-მდე მერყეობს. ლინკები აუცილებლად იქნება მითითებული description-ში, მეგობრებო, ჩაიხედეთ, ნახეთ და მოწონების შემთხვევაში შეგიძლიათ იყიდოთ კიდევაც. და აუცილებლად უნდა გავიწყდებათ შეგროვეთ 1000 ლაიქი აი ამ ვიდეოზე და Google Assistant-სა და აი ამ ჩვენ Echo-ს დავაჯახებ ერთმანეთს. დროებით თქვენთან ერთად იყო მიხეილი. კარგად, ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Alexa, goodbye. Alexa, I want to sleep.